გაინტერესებთ არაფერი, საქმეც ეგ არის. ქალბატონო, ეხლა გისმენთ. ვლაპარაკო და არ გაინტერესებთ რა. რა არ მაინტერესებს? კადრები გიდევთ. რა გავაკეთოთ? ვინ მონაწილეობდა ვიცი? სრულოს და მე ვფიქრობ ძალიან. ამ ყველაფრის დაგეგმაში ვიცი ჩვენი ვინ? პრეზიდენტი. ვინ ჩვენი პრეზიდენტი? მოიტანეთ მტკიცებულებები და მეც მეგზავიქნები რომ მტკიცებულება აღარ ჭირდება მე. რა მტკიცებულება? ფაქტები. რა რისი? რომ პრეზიდენტი გეგმავდა ამ წამებებს? პრეზიდენტმა იცოდა ყველაფერი. ამოიღეთ ის ჩანაწერები ბატონი მერაბიშვილის, სააკაშვილის, ბოკერიას, ადეიშვილის ფოტოგრაფები რო იყვნენ დაპატიმრებულნი და დაპატიმრებული ფოტოგრაფები და ჩანაწერები რო გავცოდა სატელეფონო. ამოიღეთ და გაიხსენეთ დიალოგი. როგორ უყვებიან ერთმანეთს უმნიშვნელო დეტალებს. მე უნდა ყოფილიყავი თუ არა ბატონი აბდალაძის ადვოკატი, ამას წხრებდა ბანო მერაბიშვილი და ათანხმებდა მიხეილ სააკაშვილთან. რა მტკიცებულება გინდა? მე როგორ შეგიშლიდათ ხელს რა შემიშალა, როგორც შემიშალა, შევიდა აბდალაძესთან და დააწერინა ჩვენება, რომ არ ჭირდება მას ეს ადვოკატი. აბდალაძე რომელიც ჩამოვიდა ჩემთან აი ესეთი ჩანაწერი გააკეთა ჟურნალში. რაზე საუბრობთ? არ ვიცი და. რაზე საუბრობთ? თუ გაინტერესებს მოგიყვება. არ ვიცი ხა ეგედა. სხვა საქმეზე გადავედით რა და ამ კონკრეტულ საკითხს დაუბრუნდეთ ხო? კი, გადავედით სხვა საქმეზე. ფაქტებიდან შედგება. კარგი, ქალბატონო, მოდი კითხვას დავსვამ. რადგან უცირესობაც ამბობს. პრაგმატულად კი ნუიხილავთ. მათ ინტერესიც არის. კითხვას მე დავსვამ ძალიან გთხოვთ და ქალბატონო ეკასთან შეკითხვა და მე თქვენთან. ქალბატონო ეკა. პრეზიდენტმა რომელსაც ყველაფერი იცოდა. ას ნიშნავს ყველაფერი იცოდა? არის რა განცხადება? შეიძლება დავსვა უკაცრავად. უმცირესობა როდესაც ამბობს. წინადადებას თუ არ დამასრულებინებთ ეს მე მაფიქრებინებს რომ უბრალოდ არგუმენტების მოსმენის გეშინიათ. მე? კარგი, ქალბატონო ეკა. საუბრობთ ჩვენ რასთან გვაქვს საქმე. ფრაგმენტულად არ შეიძლება ამ მოვლენების განხილვა, ეს არის ერთი მთლიანი მოცემულობა. რა არის ეს მთლიანი მოცემულობა? მე შემთხვევით არ გავიხსენე ცოტა ხნის წინ ფოტოგრაფების საქმე. რატო არის ეს ნიშანდობლივ? აი ამ სატელეფონო საუბარში, რომელშიც უმაღლესი თანამდებობის პირები მონაწილეობენ, პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი. რა ანეკდოტს უყვებოდა, ესე იგი, ბანო მერაბიშვილი უყვება ანეკდოტებს სააკაშვილს სატელეფონო საუბარში და რასაუბნებოდა აბდალაძესთან შესული მეუღლე, ამას უყვებოდა პრეზიდენტს, ამ დონეზე დეტალებში იცოდა მან რა ხდებოდა ციხეში. დავასრულებ, ამით იმის ხმა მსურს ძალიან ნათლად ვამბობ, რომ დეტალებში იცოდა მან ვინ შედიოდა, რაზე ელაპარაკებოდა პატიმარს და რა ხდებოდა მის ირგვლივ. დეტალებში იცოდა და ამ დეტალებს მე ქვეყნის პირველ პირს უყვებოდა ამისთვის რომ ეცალათ საერთოდ ეს არის ჩემთვის გამოუგნებელი. ამით იმის ხმა მინდა რომ ეს ერთი მაგალითი ცხადყოფს რომ ეს არ იყო ის სისტემა რომელსაც პატრონი თავში ანუ მინისტრი ვერ აკონტროლებდა. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ საქმის კურსში იყო უშუალოდ მაშინდელი